დრო საოცარი ფენომენია. ჟამთა ცვალებადობას ბევრი რამ ეწირება. იცვლება თბილისის იერსახე, ადათ-წესები, ურთიერთობები, ტრადიციები. თანამედროვე გადასახედიდან შესაძლოა ნაკლებ მიმზიდველადაც მოგვეჩვენოს ძველი უბნების ვიწრო ქუჩაბანდები, კლდეზე მერცხლის ბუდეები ვით გადმოკიდებული სახლები, მაგრამ მათთვის ვისი სულის ფესვები სწორედ აქ არის ღრმად გადგმული, ვინც სიყრმაწვილიდან ეზიარა ძველი თბილისის სპეცს, მისი ყოველი კუთხე კუნჭული დღემდე სათუთი და შთამბეჭდავია. ალბათ სწორედ ეს გახლდათ ის ამაღლებული იმპულსი, რომელმაც ბესიკის მოედანზე ამ უბანში გაზრდილ თბილისელთა ერთი ჯგუფი მაწილკაცობის მოგონებებთან შესახვედრად შეკრიბა. ყველა სიხარულით მოვიდა. რა არის ეს ბავშვობის გახსენება, ახალგაზრდობის, რაღაცა ძალიან სანატრელის გახსენება თუ რა? ყველაფერი ერთად. უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ ჩვენი ქალაქის თბილისის სიყვარული. ეს გახლავთ ნოსტალგია ჩვენი ბავშვობის, ჩვენი ახალგაზრდობის და აი იმ საოცარი სიტუაციისა და ურთიერთობების, რაც ჩვენ ქალაქში არსებობდა. ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება გვახსოვს, როგორც ამ ბაღიდან, ისე უბნიდან საერთოდ. ეხლა ძალიან გული მწყდება, რომ ძველი უბნელები ძალიან ცოტანი დარჩით, თითოეულ. წავიდნენ, გაიფანტნენ, გადავიდნენ ახალ რაიონებში, აქ ახალი ხალხი დასახლდა. ბუნებრივია, იმ ახალ მოსულს ის სიყვარული აღარ აქვს. ამ ბაღში მაგალითად ჩემმა ვაჟმა, მხატვარია გუგა კოდელიშვილი, 15 ძირი თუ არ ვცდები, იასამნის ნერგი იყიდა. მოიტანა და დარგო თავის ხელით. არც ერთი ნერგი აღარ არის. ამოთხარეს, მოიპარეს. აქაც ერთი სიტყვით აი ამ ბაღის მაგალითზეც ნათლად ჩანს ის დამოკიდებულება, რაც სამწუხაროდ დაინერგა ამ ბოლო ხანებში ჩვენი ქალაქის მიმართ. ძალიან იცვალა ქალაქმა სახე უარესობისაკენ. რა ვიცი, ერთი სიტყვით, მე ძალიან მადლობელი ვარ, რომ ჩვენმა ტელევიზიამ მოიცალა აი ესეთი საკითხებისათვის და დიდ მადლობას გიხდით, რომ შემახსენეთ ჩემი ბავშვობა, ჩემი ახალგაზრდობა და ჩემი ძველი თბილისი. სამეთასურელ მამათაგანი მამა დავითი მე-6 საუკუნეში თუ დასახლდა მამა დავითზე, ალბათ ეს გზაც, რომელიც იმ ეკლესიისკენ მიდის, იმ დროიდან მე-6 საუკუნიდან არის. ამ ბაღს რაც შეეხება 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და ილია ჭავჭავაძის დაკრძალვის ცერემონიალის ამსახველ მასალებში წერია, რომ შეუდგა პროცესია მამა დავითის აღმართს, ცოტა რომ აშორდა დავიდოვის მოედანს შესასვენებლად შეჩერდენო. ეხლა ამ ბაღს შემდეგ ბესიკის ბაღი ერქვა.
დაახლოებით 30 წლის წინ აქ სულხან საბაურბელიანის ძეგლი დაიდგა. ჩვენ თაწმინდელები როგორც ქვემო ბაღს ისე ვახსენებდით განსხვავებით ზემო ბაღისგან, რომელიც ფუნიკულიორის ქვემო სადგურთან არის. აქ ძალიან ბევრი ისტორიული სახლია. აი ეს სახლი ბესიკის 29 ყოფილი, ეხლა 5 ნომერი არის დაახლოებით 1880 წელს აშენებული, ისევე როგორც მის გვერდით დგომის სახლი. ეს სახლი აშენებული გახლავთ სამხედრო პირი ბრძანდებოდა კონსტანტინე მალიაშვილი, მაშინდელი კალკით მალიევი. მისი მეუღლე გახდათ ელიზავეტა მალხაზოვნა, ესევე ძახდით, ჩვენ კარგად გვახსოვს ქალბატონი ელისაბედ ანდრონიკაშვილი, პირდაპირ შთამომავალი იყო მეფე ერეკლისი, მისი ქალიშვილის მარიამის. და მისი შვილიშვილი ცნობილი მევიოლინე როდამ ჯანდიერი აგზანდება. აქ სახლში გალაქტიონ ტაბიძეს და მის მეუღლეს ქალბატონ ინა კვირიკაძეს ჰქონდათ ერთი ოთახი და გალაქტიონს ძალიან უყვარდა თაწმინდაზე ყოფნა იმ ოთახშიც და ამ ბაღშიც. ცხოვრობდა ცნობილი არქიტექტორი ნათესავი მალიაშვილების კალგინი. კალგინი იყო ექსპედიციის წევრი ექვთიმე თაყაიშვილის სამხრეთ საქართველოს ძეგლები, ოშკი, ხახული და სხვა დიდი მონაწილეობა აქვს მათ აღწერაში. გვერდით გახლავთ შივაძეების სახლი. ამ სახლში ცხოვრობდა ცნობილი ალპინისტი, გეოგრაფი, პროფესორი დავით წერეთელი. ძველი სპორტსმენებისთვის, ყველასთვის და თბილისელებისთვის საყვარელი შევარდენის წევრი ეგნატაშვილის და გიორგი ნიკოლაძის გვერდით დგომი ბატონი დათა გელაძე. გვერდით გახლავთ თეთრაძეების სახლი. აქ აი სადაც ბატონი ვახტანგ ანანიაშვილი ცხოვრობდა, ნინო ანანიაშვილის მამა. თელი სახლი არის ჩვენი სახლი. იქ ცხოვრობდი ყველაზე ახლო ამ ბაღიდან და როგორც უკვე თქვეს, მეც მათ შორის ამ ბაღში ვარ გაზრდილი, იმიტომ რომ ეზო ძალიან პატარა მქონდა. ეხლა ძალიან პატარაა და ისე რომ მთელი ჩვენი ახალგაზრდობა, ბავშვობა გავატარეთ ამ ბაღში. იმნავ ზევით, ორი სახლით ზევით ეზოებს, სადაც ცხოვრობდნენ ძალიან კარგი გვარიშვილობის ხალხი, ერისთავები. ერისთავების ცნობილი ეზო იყო ჩიჩუები. მეუღლე ყავდა მაყაშვილი, ზურაბ ნიჟარადის ოჯახი. მიკა კობიაშვილის დედა, ქალბატონი ელო, აი ცნობილი ფრანგი მხედართმთავარი ამილახვარი, ბაზორკა ამილახვარი, რომელსაც ასე იცნობენ სულ, მისი უახლოესი ნათესავი იყო და მე ამას რატო ვლაპარაკობთ, რომ აი შენი რომ ამ ქუჩაზე დადიოდნენ, ჩვენთვის იყო ისეთი რაღაცნაირი აღრდითლასადეცად მათი სიარული, მათი ჩვენთან საუბარიც ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ ესე კარგად მახსოვს, დავინახავდი, რომ მაგალითად მოდიოდა დეიდა ელო, ანდა ქალბატონი ვალია. როდესაც მოდიდნენ, თუ ფეხშოლა ვიყავი, სახლში შევარდებოდი ხოლმე, რომ არ დავენახე. და თუ ვიჯექი ისე რომ შემეძლო შევხვედროდი, ფეხზე დგებოდი ხოლმე და გამარჯობა, ვემზადებოდი სალმისთვის. აი ომის დროინდელი თბილისი დღემდე არავის არ აღუწერია. აი ის რაც ნამდვილად იყო თბილისი ომის დროს, აი რატომღაც მგონია რომ მარტო ამ უბანმა იცის. იცით თავისი კოჯრიდან ჩამოსული სახედრებით და იყო დილიდან მაწონი და ეს მიწის გაყიდვა და ნუ მთელი ხილი და აი ამ ბაღის ბოლოში იყო პატარა ასე ვთქვათ იმპროვიზირებული ბაზარი, დილას იწყებოდა და ნუ შუა დღეზე მთავრდებოდა. აი ამ ორ კუთხეში გერმანელმა ტყვეებმა გააკეთეს ის თავშესაფრები. ისინი მაშინ ახალგაზრდები იყვნენ ალბათ ეს 20-30 წლის ფარგლებში და ჩვენ პატარა ბავშვები. მე არ მახსოვს ვინმეს კენჭი ესროლა ან რაღაცა შეურაცხყოფა მიეყენებინა, იყო რაღაც არაჩვეულებრივი უცნაური. ნუ ალბათ ეს ჩვენი მართლა ეს ეხლანდელი ტერმით ვთქვათ ტოლერანტობა რო ავიღოთ როგორც ეხლა მოდაში ასეთი ურთიერთობები გქონდა ძალიან საინტერესო. აი გვერდით ეს დიდი სამსართულიანი სახლი, ეს გამრეკელის აშენებული სახლი გახლავთ. გლესია უკრაინკა ცხოვრობდა 1904 წლებში, იქ მემორიალური დაფაც არის. ოდნავ ზევით ცხოვრობდა ცნობილი ალკოჰოლური სასმელების წარმოებელი ვახტანგ ციციშვილი. ენისელი, გრემი, ვარციხე, ეს სასიკადულო კონიაკები მისი შექმნილია. ოდნავ ზემოთ ბუბაკი კაბიძე იზრდებოდა, სამწუხაროდ დღეს თბილისში არ არის, თორემ მობრძანდებოდა. ასევე ვერ შეძლო მოსვლა ქალბატონმა მანანა ბაგრატიონმა, მისმა დედამ, რომლებიც აი აქვე ცხოვრობდნენ. იქ არის ნეპრინცევის სახლი, ესე ცნობილი არქიტექტორი იყო, თუნდაც აი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა მისი გახლავთ.
გვერდით ცხოვრობდა ვახტანგ მოსიძე, ცნობილი ფიზიოლოგი და თბილისის საპატიო მოქალაქე და ქუჩის ამ პატარა მონაკვეთს მისი სახელი დაერქვა. ზემოთ იყო ერისთავების სახლი, სადაც ცხოვრობდნენ თარხანმოურავების ოჯახი. მე მახსოვს ისინი სანდრო შანშიაშვილს ჰქონდა ერთი ოთახი, შემდეგ ის ძერძინსკის ქუჩაზე, ახლანდ რინგორუყვას ქუჩაზე გადავიდა. ეს აქ ოჩიაურები ბრძანდებოდნენ, აქ ბატონი გოგი და ერაკლი, ზურაბ ნიჟარაძე, ისინიც იქვე ცხოვრობდნენ. ეს უბანი ძალიან მიყვარს მე. აი ახლაც რაღაც სიმყუდროა და ესეთი. ნუ ძველი უბანია, მე კაი ხალხი ცხოვრობდა აქ. თაწმინდის ერთ დამახასიათებელი. სულ ყველა იყო მეგობარი. სულ ყველა მეგობრები ვიყავით. ვიცოდი რომ ნახავდი, ვიცოდი კეთილას ვისაც ნახავდი. სასიხარულეა. ჩვენ მეგობარმა გურამ ზვანელი კომპოზიტორი ბიჭმა ცოლი მოყვა და ფუნიკულერზე ვიყავით. კიდე გვიან წამოვით მე და გურამ ბაკურაძე. ეს ჩემი სკოლის მე ახალნაკი. ხო და აქ რო ჩამოვედით აი ჩვენ კუთხეში არსენაზე სადაც ეს მე და ეს დავიბადეთ. ამან მითხრა რა კაი უბანში ცხოვრობდითო და წარმოვიდი ახლა სადაც ცხოვრობ. აბა მე ვთქვა წარმოვიდი სად გადაგვასახლეს მე ვთქვა. მოდი მე ვთქვა ერთი ქაღვინო დავლო 3 საათია რამეს. საუნა დალიო კაცო სიბნელე კაცშვილი არა დაკეთილი სახლია. მე ვთქვა აი ახლა დავაბრახუნოთ ამ ფანჯარაზე პირდაპირ ფანჯარი მივაბრახუნე და ხან შესულმა ხალმა გაგვიყო. რა შეშვილო საქმე, რამე ხო არ შეგემთხვათ, რამე ხო არ გიჭირ. არა მე ვთქვარი დეიდა არაფერი არ გვიჭირს, ხორცილიდან მოვდივართ. ამ უბანში დავიბადეთ, მე ვთქვარი. ერთი ჭიქაღვინო დაგვალევინეთ. კი გენაცოლო. გაგვიღეს კარები. ოთახი იმაში სახში ატყდა ერთი ორიენტელი ეტყვა სიძეები თუ ძელები იყო რა. ერთ წუთში ესეთი პურმალილი გაშალეს, არაჩვეულება. 15 წუთი ვიყავით ჩვენ. დავლეთ სადღეგრძელო უბნის და რო გამოვდიოთ იმ ხალმა გითხრა შვილო რა კარგი რო ესე გიყვართ თქვენი უბანიო აქო სულ სხვა ხალხი ჩამოსახდა ესო ძალიან გულნატყენები წამოვიდით მე და გურამ აი ესეთ რაღაცას მე მგონი მარტო ამ ქალაქში თუ გაგისწორებენ ესე ხასიათს და აი ამ უბანში რაც შეეხება ქვედა მხარეს, აქ მემორიალური დაფაც არის ოლღა გურამიშვილი ჭავჭავაძე ცხოვრობდა და ცნობილი ფაქტია რომ იმიტომ იყიდა ეს სახლი რომ ილია საფლავთან ახლოს ყოფილიყო და ხშირად მოინახულებინა გვერდით ჯონ მალხაშალიკაშვილის მამიდა ცხოვრობდა ბიძინა კვერნაძე აქ ცხოვრობდა ცნობილი ტანმოვარჯიშე კოკა თაყაიშვილი ბატონი ზაზა შენგელია ამუბნელია ის სკოლაში აქვე სწავლობდა და დღეში ორჯერ მაინც ეს ბაღი უნდა გააიარა ბავშვობიდანვე რა თქმა უნდა ეს ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილია და ეხლაც ვეუბნებოდი რომ აი რამე რო იყოს გადასვლა ვერ რა თქმა უნდა პირობები არა გვაქვს არავით არის მაგრამ ვერ გავცლი ამ უბანს და აქ ცხოვრობდა კიდევ დედა ჩემი ერეკლეს მეხუთე შტო ელისაბედ მალხაზისასული ანდრონიკაშვილი სახლი ჩამოგვართვეს და გადასცეს სახელმწიფოს თქვენ რამდენი ოთახი დაგიტოვეთ ერთი დიდი ოთახი დაგვიტოვეს და არა ქონდა არც საპირფარეშო საკუთარი, არც საბაზანა არაფერი. ეხლაც არა გვაქვს. ეხლა მარტო როდამს მისცეს სამზარეულო. მეძი არაფერი. პირველი სახლი იყო ამ მოედანზე. დღეს აქ მოვიდა ეს ჩემი ახალგაზრდობის ხალხია მე გავიხსენებდი კიდე სერგო ფარაჯანოვს იცით აი ჩვენ ერთხნისა ვართ სერგოსთან ერთად და აი ბავშვობა სულ აქ თამაშობდით ხოლმე სერგოსთან ჩვენ სახლში აი ჩვენ მეორე სართულზე ცხოვრობდა პირველ სართულზე ცხოვრობდა გამოჩენილი მომღერალი დავით ბადრიძე ეხლა
ახალგაზრდობამ ალბათ ხო ბევრმა არც იცი და იყო არაჩვეულებრივად კარგი ტენორი, მომღერალი. დღეს გოგი ოჩიაურმა გაიხსენა და ნავთის კლადიო თან მორიდები თქვა. ესა ის დღესაც ისე ძალიან კოლორიტული ადგილია და აი ძველი უბნელები იქ ვიკრიბებით ხოლმე ამ სანავთე წერტში. რაღაც მოიხსენიებთ ერთმანეთს ხოლმე და დიდი სიხარულია ხოლმე. წყინვალე უბანი იყო და დღესაც ესეთი უბანია. შენი ზომა გონდება შენი